სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და გრანტის შესახებ საქართველოს კანონში შესატანილი ცვლილებების პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს ამ თვეებში თბილისში. ცვლილება კანონში ევროკავშირის რეკომენდაციის თანახმად შედის და ის აგროკოოპერატივების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. წარდგენას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, დარგის სპეციალისტები, ევროკავშირის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ესწრებიან. ასობით კოოპერატივი უკვე დარეგისტრებული, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავაზრდოთ რისკები, ხვალინდელ დღეზე ვიზრუნოთ და იყოს მაქსიმალურად სტაბილური და მოქნილი სისტემა, იმისთვის რომ არ მოხდეს კრედიტაცია აღნიშნული მოცემულობის, ამიტომ ჩვენ ოდნავ ვამკაცრებთ, ამასთან ერთად გვინდა რომ წავახალისოთ, ანუ სადაც ერთი მეორეს დააბალანსებს და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ უკვე ჯანსაღ ოპერირებას. კოოპერატივებთან მიმართებაში უნდა ჩამოყალიბდეს გარკვეული ახალი თანამედროვე მიდგომები, რომელიც რათა ჩვენი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები დაუახლოვდნენ ევროპულ და მსოფლიოში აპრობირებულ კოოპერატივების საქმიანობის პრინციპს, მათ შორის როგორც წევრთა რაოდენობის თვალსაზრისით, ასევე მათი საპაიო შენატანების თვალსაზრისით.